ჩვენ ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ დღეს. პატივცემულო მოსამართლე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბრალეულობა ჩემ ქმედებაში და ვერ წარმოვადგინა ჩვენმა ბრალდების მხარემ აბსოლუტურად ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულება. თუ მე რა კავშირი მაქვს საერთოდ ამ ადამიანებთან, რა ქმედება ჩავიდინე, რა გავაფუჭე და რა დავაზიანე გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული რაღაცა სულელური, აბსოლუტურად სულელური, მუხანათურად რაღაცა შეთხზული ამ ვიდეო ჩანაწერისა. ამიტომ მე მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე პირადად და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და აბსოლუტურად დაუკარგე ყველანაირი წმენა და შთაბეჭდილება დღევანდელ სასამართლოზე. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს მოკლებული. აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის დავალებას. თუ კი მე მომეშება სასჯელი, მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ბატონო მოსამართლე, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება, როდესაც ესეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ, მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავის სამშობლო დაიცვას და თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია. როდესაც სამარცხვინო რაღაც შემწეობა აქვს დღეს ვეტერანს, ამის შემდეგ კიდევ გაუჩნდება ვინმეს? მე ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, კი მამა, ამდენი იბრძოლე, მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღე? აი ეს მივიღე ზუსტად უკანონო სასამართლო, დამცირება და ყველა ვეტერანის აბსოლუტურად მორალურად განადგურება. როგორ გონიათ, ბატონო მოსამართლე, მე 20 წლიანი გამოცდილებით ბრძოლაში. კიდევაც რომ ცნობებოდა ეს ადამიანები, დავიჭერდი საქმე 19 წლის ბავშვებთან, თუ ყავს უამრავი მეგობარი, თანამებრძოლები, ვისთანაც ომში ბრძოლის ველზე ყოფილი ვარ, თუ იმ ადამიანებს გამოვიყენებდი მაშინ საქმეს, როგორც ბრალდებენ მე, ჩვენი ბრალდებულები. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ხომ? არანაირი მტკიცებულება, ბატონებო. რომ რაიმე კავშირი გქონდა, ტელეპათი ხო არა ვარ, არა? ტელეპათი ხო არა ვარ, რანაირად უნდა დამემყარებინა მე ამ ადამიანებთან კონტაქტი, არ ვიცნობდი, არ არსებობს სატელეფონო ზარი, არასოდეს შევხვედრილ ვარ. პირველად ვნახე და ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ოქროს თაობა გყავს. ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ღიმილის ბიჭები გყავს და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ესეთ თაობას უფრთხილდებოდეთ, ხომ? ჩვენ ამათ მომავალს უნადგურებთ. თქვენც ხო გყავთ შვილები, ბატონო მოსამართლე? თქვენც ხო გყავთ შვილები, ბატონო პროკურორებო? მოდი ჩავიხედოთ ჩვენს გულში. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მე უდანაშაულობა. ეს ხომ მშვენივრად იცით. მე ვიცი, ამ ხელა წნეხის ქვეშა ხართ თქვენ, თითოეული თქვენთაგან. ვიცი, მაგრამ მოდით რა, ბატონო მოსამართლე, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენ სულში ჩაიხედეთ, თქვენს ნამუში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ იფიქრო, რომ და არ გითხრან ის, რომ ეს რა გააკეთე მამა. მე ამ უსამართლობას შევაკვდები, სრული პასუხისგებლობით გეუბნები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდა მაწამონ, პირდაპირ გეუბნებით რა. მე ამ უსამართლობას არ შევეგუები და მე მათ ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და ისეთ თავგანწირვას, რომ ჯერ არავის არ უნახავს. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ბატონო მოსამართლე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში, პატივიეცით თქვენს მანტიას და ზრიეთ რა ამ ყველაფერს, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ სიცხვილში. დღეს ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება და მინდა რომ თქვენც, როგორც ყველა ჩვენთაგანი, ხო ყველას მინდა
სამართლიანი საქართველო. ხო ყველას მინდა სამართლიანი სამშობლო გქონდეს. მე არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა, ჩემ შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა. 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლე. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული, ისე ვენატრები. იმასაც მე უმრათავსდი მე, ჩემი სამშობლოსთვის ავზი. და არ მინდა მათ მოუწიოთ კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრებამ რა. გავიაზროთ ხალხო. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან მაგარ საქართველოს. და ჩვენ ეს უნდა ავაშენოთ ერთად ბატონო მოსამართლე. ჩვენ თუ ამაზე თვალს დავუჭერთ, აქ არ არის გეფიცებით, 20 წელი ჩავჯდებით უგნებავთ. მსხვერპლად შევეწირებით ბიძინა ივანიშვილს, გაანებოს ამ ბავშვებს თავი. ერთი მსხვერპლ შეწირო არ ეყო ხა? მზათა ვარ ჩემი სიცოცხლე გავიღო. თუ გინდა ამკუწონ, თუ როგორც გინდა ეგრე მაწამონ. გაანებონ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ გაეშვას საქართველოს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ხო? საქართველოს ჯიბეთი ჩაიგო თქვენი ქვეყანა და როგორც უნდა ვისაც უნდა ესე მართავს. ნამუსი ახალდა მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, პროკურორებს და ნამუსს ახდის ყველას აბსოლუტურად, ვინც მას არ დაემორჩილება. და ამიტომ გონსმოვებოთ, მეგობრებო, გონსმოვებოთ, ჩემნაირი კაცი, წარმოვიდგინეთ, კარგით მომისაჯეთ 9 წელი. მერე ისედაც განადგურებული ფსიქიკით ამდენი ომი და უბედურება გამოვიარე, ცისქვილის ბორბალიც არაერთხელ დატრიალდა ჩემ თავზე. ჩემნაირი კაცი რომ გამოვა ციხიდან გაბოროტებული. თქვენ ხო ბოროტებისკენ მიბიძგებთ. კაც რომელსაც სამშობლო უყვარს უსაზღვროთ. მე ჩემი დაბადებიდანვე ამ ქვეყანას მიუძღვენი, ადამიანი რო იბადება, ხო? იმას თავის ბედისწერა აწერია ეგრევე. და მე როდესაც სრულწლოვანი გავხდი, იქიდან მოყოლებული ჩემი თავი მიუძღვენი ჩემს სამშობლოს. სადაც ჩემი ერი იდგა, ყოველთვის იქვიდეთი, სადაც რომ იყო ყველგან ვიყავდი. და ყველგან წავალ და ყველგან ვიბრძოლებ თქვენი შვილებისთვის. თქვენი ისევე თქვენი შვილებისთვის, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. ბიძინა შვილებისთვის. ყველა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ერთხელა და სამუდამოდ, მართლა, ნუ აქციეთ რა ნუცასკოლად სასამართლო რა. მაგდანას ლურჯას მაგონებს აი ეს ყველაფერი რა. დიდი მადლობა და ბოდიშით რომ ავღელდი.